ჩვენი მზიანი ბათუმიდან და ჩვენი არაჩვეულებრივი ბათუმიდან ჩაგვერთვება ბათუმის კულტურის მინისტრი, პიანისტი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. მოგესალმებით ქალბატონო ელისო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ქალბატონო ელისო და გაიმართოს არაჩვეულებრივი გონიოს ხანგები. უფრო დეტალურად რომ გითხრათ ამ გალა კონცერტის შესახებ თუ შეგიძლიათ. მოგესალმებით მზიანი ბათუმიდან, ბათუმური ყავით, დილამშვიდობისა ყველას. ჩვენ ვებზადებით გრანდიოზული ქართული გალასთვის, რომელსაც ქვია გონიოს ჰანგები და რომელიც შემდეგში გადაიქცევა უკვე საერთაშორისო დიდ ფესტივალად. და სამშაბათს ველოდებით ჩვენ მსმენელს, ჩვენ გადავდეთ კონცერტი, იმიტომ რომ ხვალ მეტეოროლოგია გვეუბნება, რომ წვიმს ძალიან ბათუმშიო. ამიტომ იძულების წესით სამშაბათს არის მზე და მზიან გონიოში ვეპატიჟებით ყველას 9 საათზე გაიმართება ძალიან ლამაზი და კარგი და საინტერესო, ასე ვთქვათ, გალა კონცერტი, ქართული კლასიკური გალა. გადასარავი ამბავია ქალბატონო ელისო და ფესტივალის მიზანზეც რომ გვიამბოთ. ფესტივალის მიზანი, მთავარი მიზანი რაც აქვს ამ ფესტივალს, ეს არის მე ვხედავ ფესტივალს როგორც კულტურული ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად აჭარის რეგიონში. ყველა ქვეყანაში არის ესეთი ტიპის ფესტივალები, რომელიც ძალიან ესეთი შერწყმულია როგორც კულტურასთან, ისე სიძველესთან. აი ამ შემთხვევაში გონიოს ციხე, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომელსაც აქვს რაღაცა საოცარი ისტორია. ეს ისტორია უნდა გაცოცხლდეს, ლეგენდა უნდა გაცოცხლდეს და მუსიკასთან ერთად სიძველე, აი ეს ყველაფერი ისტორია ერთად შერწყმება და გამოვა რაღაცა საოცარი არაჩვეულებრივი ფესტივალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიზიდავს მსმენელს. და მაყურებელს. ძალიან კარგი. ქალბატონო ელისო, ვინ მიიღებს ამ კონცერტში მონაწილეობას და რა ელოდება მსმენელს, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ელოდებათ არაჩვეულებრივი შესრულება ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ბატონი დავით მუქერიას, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით. იქნება ახალი სახეები, იქნებიან ძველი სახეები, ანუ ვარსკვლავები, ასევე იქნება კაპელა, იქნება ანსამბლი ბათუმი. ეს არის რაღაცა სინთეზი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჟანრების და მაგრამ მაინც არის კლასიკური ნიშა, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ ყოველთვის ამ ფესტივალზე. ქართველი კომპოზიტორების ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური აქცენტი ეს არის ქართველი კომპოზიტორების გაცოცხლება და ამ შემთხვევაში კლასიკური ქართული მუსიკა აღღერდება აი ამ საოცარ გარემოში. და შემდეგ დანარჩენს კიდე მოგიყვებით, რა თქმა უნდა. შემდეგ ფესტივალზე უკვე ეს შემდეგ წელს იქნება საერთაშორისო ვარსკვლავები, რომლებიც ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩავიწეროთ ეს კონცერტები უკვე მაღალ დონეზე, აი აქაც ძალიან საინტერესოა ჩაწერის მხრივ, როგორ შეიძლება რომ გონიოს ასე ვთქვათ, ციხესიმაგრეზე ჩაწერები მოხერხდეს, მუსიკალური ჩაწერები ორკესტრის ძალიან რთული თემაა და ამასაც ვფიქრობთ, რომ შემდეგში ესეც განმავითაროთ და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოგვანდომეთ ქალბატონო ელისო, თქვენთან ერთად ყოფნა და დარწმუნებული ვარ, რაიმედებიც გაქვთ იმაზე მეტი ფოიერვერკი იქნება ამ ფესტივალზე. კიდევ ერთხელ სანამ დაგემშვიდობებით, რომ გითხრათ, სად, როდის და რომელ საათზე გაიმართება ეს არაჩვეულებრივი გალა კონცერტი. გონიოში გელოდებით ყველას 28 ივლისს 9 საათზე, სადაც ქართული კლასიკური გალა კონცერტი გონიოს ჰანგები გელოდებათ. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივად ჩაივლის ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ აჭარა ძალიან ხდება. ნამდვილად. მსგავსი ფესტივალები და მუსიკა და სიმშვიდე და კარგია.